ჩემო რა წყალში გადავარდი არ ვიცი. ჩემ გარაგი, მე რა შემიძლია. მოგიწევს ჩემთან ლაპარაკი. სხვანაირად მე სახლში ვერ მიბრუნდები. ამაზე აქამდე უნდა გეპი. რაზე ამაზე? რაც გააკეთე. მარტო მე გავაკეთე? მარტო ჩემი ბრალია ყველაფერი. მე რამეში მადანაშაულე? შენთან ლაპარაკი უნდა. მარტო ლაპარაკი? შენ არ მითხარი მოსაკლავად გეძებს. ჯერ შენი ვინაობა არ იცის. და შენს გინდა უთხრა რა? აბა რა ვქნა? ოჯახს ვერ დავანგრევ. ჩემთან გოგინში რო კოტრიალობდი, მაშინ არ გახსოვდა ქმარიდაშვილი. მახსოვდა, მაგრამ კარგი, დაწყნარდი, მოვიფიქრებ რამეს. ვერაფერს ვერ მოიფიქრებ. რატომ ამაზე გამოუვალი მდგომარეობიდან გამოვსული? ვერა, იმიტომ რომ შენი სახელი უნდა უთხრა. სანამ არ შეხვდები, ვერ მოვისვენებო. და რა შვები შენა? აბა რა ვქნა? ასე ერთი ხელის მოსმით გინდა გამწირო, არა შენი მესამე. ილიოს აიღებ? თუ სუფთა ავიღებ. სუფთა აბა რა. რომელი ადგილია? მე-15. მე-15. აქ არის. მე-4 კუპეში. ხო.
ეს მატარებელი შერატონი რო იყოს, ბილეთი ვალარი კი არ ეღირებოდა. რამდენი გინდა? 2 ლარი. შენა. აქარავინ არ შემოუშვა რა. როგორ არ შემოუშვა? რა არის ხათაბიჯერო ყველა ადგილი გაყიდულია? თვითონ რატომ არ იქნება გაყიდული? სეზონი არ არის და იმიტომ. მერე შედალოცულო გეღიდა მთელი გული. კარგი, მაშინ 5 ლარს მოგცემ და აქარავინ არ მომაყენო რა. ბილეთიანი რომ მოვიდეს რა ვქნა? გადაუცვალე სადმე. თავისუფალი ადგილების მეტი რა არის? ესეც მე გასწავლო? ამ საქმეს 10 ლარი უნდა. რა ხართ ეს პრავარნიკები? ყველაფერი შეფული უნდა გააკეთოთ. ხო. მე თვითონ ვიჯაღჯაღებ და გვერდებს დავინე. ჩემო დაიგო, შენ თუ გინდა გადაიხადე, თუ არა მე საქმეები ბევრი მაქვს. კარგი, კარგი. აბა? კარგად მოისვენეთ. მაპატიეთ. კონიაკ უნდა იყოს ჩემი ადგილი. მე 13. უნდა შეგაწუხოთ. ერთოჩე. მოგაცრავად? ერთოჩე რამს გას. მოხდა რამე? არაფერი კინაღა ვიღაცაში შემეშალეთ. კინაღამ არ ითვლება. შეიძლება შემოვიდე. არა, რა ხა ყველა ადგილ დაგავებულია. აბა მე რა ბილეთი მომწეს. თქვენ რა გამცილებელი არ გინახავთ? ნახე. მე არ გითხრათ, რომ შეუსლა შეიძლება. არა. ერთი წუთით. შენ რა ქვია? ვალოდია. მე ვალოდია. ხო დამპირდი არავის არ შემოუშვება. კი, დაგპირდი. აბა ის ბიჭი ვინ არის? ვინ ბიჭი? ისა, ის ბილეთიანი. ფული რისთვის მოგეცი? ხო მითხარი ბილეთიანი თუ მოვა, სხვა ადგილზე გადავიყვანო. ვერცად ვერ წავიყვანე, ჩემო დაიგო. ვაგონი სავსეა, ქორწილის ხალხი ამოდის. რა ვქნა? აბა მე რა ვქნა? შენი 10 ლარი. გამომართვე. შენ სხვა ვაგონში ვერ გადაიყვა? სხვა ვაგონს თავის პატრონი აქვს. რამე გაუგებრობა ხომ არ არის? არა, გავარკვიე ყველაფერი. ვინმე უნდა გვიდეს? არა, უბრალოდ ნიშნულობა არ აქვს. თქვენ არ მიხებათ, შედით. ისე მომეჩვენა თითქოს მარტო გინდოდა დარჩენა. როცა მატარებელში ვჯდებოდი, შვედივრად ვიცოდი, რომ მარტო არ ვიქნებოდი. და საერთოდ ვერ ვიტან მგზავრობას. ესე იგი რომანტიული არ ხართ. რომანტიულობა მაინც და მაინც მგზავრობით გამოიხატება. არა მარტო. არ მესმის რატომ უნდა მომწონდეს 12 საათიანი ჯაღჯაღი და ეს შავი თეთრეული და იმის მოლოდინი ვინ მანიაკი შემოგივარდება და საერთოდ ღირს თუ არა ამ ვიღაცასთან ერთად დარჩენა. ქალისთვის მარტო დარჩენა არ უნდა იყოს ასიამო. ისე შიშარაქალი არ ჩახართ. შიშარა ნამდვილად არა ვარ. აბა მომეჩვენა, თქვენ ისე ილაპარაკეთ რომ ღმერთოჩე. მე სხვა რამეს გულისხმობდი. სხვა რამეს რას? იმას რომ არ არის ქალისთვის სასიამოვნო მარტო დაკეტილ კარებში ვიღაც უცხო ადამიანთან ერთად დარჩენა. რომელიც ყველაფერთან ერთად ჩემსავით მოგაბეზრებთ თავს. თქვენ ნამდვილად არ გულისხმობდით. ისე გადაცვლიდით ბილეთს გვერდით კუპეში არა? სად არის ადგილი თორემ კი? ესე იგი გამიმართ. ნადრევად ხარობთ. ჯერ არ არის გვიან. დღაზიანი ყოფილ ხართ. მოურჩეთ.
ზაზა. მე არ მეკითხები? ვერ გეკითხებით. რატო? მეშინია. მეშინია აქედან არ გაიქცეთ. ეგ ამაკლია ხა აქეთ იგი დავიწყო სერბელი. მოკლედ იმის მეშინია რომ რამე სისულელი არ თქვა. მაშინ არაფერს ნოიტო. არც ვამბობ. ბავშვით ხართ. რატო? იმიტომ რომ მებუდებით. რა ქვიათ? ირინა ბათუმში ისვენებდით? მარტო. მეგობრებთან ერთად თურქეთში წავიდნენ. მოდური კურორტი ყოფილა სინოპი. ამბობენ ქართველები ცოტა დადიანო. თქვენ რატო არ წაყევით? ჩემთვის სხვა ორი კვირა საკმარისია. არც მე მიყვარს სხვა. რატომ გავს ბავშვობიდან წყლის შიში მაქვს? რა ზოდიაკი ხართ? შვილდოსანი. გასაგებია. რა არის გასაგები? ცეცხლის ნიშანი ხართ. ზღვის გეშინიათ წყლის უბრალოდ. ესე იგი წყალში რო შევდივარ, ამიტომ აგანკალებს? რა თქმა უნდა. მაგრამ არა უშავს. ასაკთან ერთად გაგივლის. ეგ რისი მინიშნება? ეს უბრალოდ თქვი რომ ასაკთან ერთად შიშების გაგივლის. თქვენ იმის თქმა გინდოდათ, როცა გავიზრდები, არა? დაახლოებით. გმადლობთ კომპლიმენტისთვის. რა არის ხო არ გეწყენიათ? არა, რას ამბობთ? განაცუდი კომპლიმენტია ახალგაზრდა რო ხართ ეს. ცუდი არ არის, მაგრამ მომეჩვენა თითქოს ჩემს სიყმაწვილეს გავუსვით ხაზი. რა მოხდა, ცუდად ხომ არ ხართ? არა, ხომ გითხარი. უბრალოდ ძალიან მაგონებ ერთ ჩემს ახლობას და რომ გიყურებ. გაგიზიანებთ? არა, პირიქით. წარსულს მაგონებ. იმედი მაქვს ცუდს არაფერს. ცუდსაც და კარგსაც. მოეშოთ ამაზე ლაპარაკს. სადა ვართ? არ ვიცი, გარეთ არაფერი არ ჩანს, მალე ჩამოღამთ. ვიძა ჩემო, სადა ვართ? სანდრადიაში შევდივართ. ჩაი გააქვთ? ლიმონით? ო, ლიმონით უკეთესია. შენ რამდენი ხანია მატარებით არ გიქცა? კაი ხანია? ხო და გეტყობა. რაზე მეტყობა? აბა რა ჩაი, ჩაი. არიფი ვარ, არა? არა ხარ არიფი. ისე ჩაის დალევის იმედი მეც გქონდა. ახლა ვერ მოვალ, არსად არ წახვიდეთ. ვიფიქრე ხომ არ დარჩა თქო. კონიაკი ვიყიდე, ცოტა დავლიო, თორე ამდენი ყრუმო ქეიფის სიმღერას ფხიზლები ვერ მოусმენ. არა, მე ვერ დავლებ. არა, სხვანაირად არ ვიფიქროთ, მეწესიერი ახალგაზრდა. თან ჩაიც არ გვაქვს. ცუდად როგორ უნდა ვიფიქრო? ბოლოს და ბოლოს ჩემი.
შვილის დოლა ხართ. რატომ იბერებს ძალით თავს? ძალით მე არასდროს არაფერს არ ვაკეთებ. აი ეგ გეტყობათ. რაზე მეტყობა? ძლიერი პიროვნება ჩამხართ. ალბათ გიყვართ, როცა გემორჩილებიან, რა? აბა რა ვქნა? არ მიყვარს უმწეო ქალები. ქალი უმწეო უნდა იყოს. თქვენც იქით ხართ? იქით საით. მამაკაცებისგან. არც ერთ კაცს არ მოწონს ძლიერი ქალი. დაასხი. ერჩიკას მაინც დავლევთ, არა, ესე თქვენი მოსმენა შეუძლებელია. ვერაფერთ ვერ წარმოვიდგენთ თუ ასეთი აუტანელი ვიყო. ესე მამაკაცებს ჭკვიანი ქალებიც არ უყვართ. იცით რატომ? იმიტომ რომ ქალმა მამაკაცზე ჭკვიანური არაფერი არ უნდა თქვას. მართალია. ამიტომაც არის ჩვენი საქმე კარგად. მატარებელს გაუმარჯოს? არა, მატარებელს ვერ ვიტან. მაშინ რას? სხვას? სხვას? სხვას რომ მე ვერ ვიტან. ვერ იტან თუ გეშინია. რანაირად შეიძლება ადამიანს უყვარდეს ის, რისიც ეშინია? ჩვეულებრივად. ღმერთი ხომ უყვართ? უყვართ. თან ეშინიათ. ლოგიკურია? ღმერთთან მე ჩემეული დამოკიდებულება მაქვს. რას ნიშნავს თქვენეული? თქვენეული დამოკიდებულება შეიძლება გქონდეთ დედასთან, მამასთან, ცოლთან, საყვარელთან. ვინც ჩამოთვალეთ არც ერთი არ მყავს. აბადი, მე ისე მაგალითისთვის უბრალოდ არა ნუ მეგოდიშებით, მე ამას დიდი ხნის შეჩვეული. მაშინ ჩვენ გაგვიმარჯვეს. შეგეცოდეთ? არა, მაგრამ მაინც. ისე მოიც რა მალე გაიგეთ, რა ჩემზე ამხელა ინფორმაცია. გაგვიმარჯვეს. სადღაც შოკოლადე მქონდა. თქვენთან კიდევ ორი ადგილია რა თავისუფალი. აუ, შენ გადამრევ რა. რით ვერ შეავს ეს მატარებელი? აცურად არავინ შემოგვისახო რა. ვა. დავა და მაგ საქმეს მომი უნდა. ხა დავიჯერო ხაშურში ვინმე ამოგივა? ხაშურში რა, ხალხი არ ცხობა. მე შეიყვანე საქმე სხვაგან. სხვაგან გადაჭედილი. ასეთი ქალისთვის ფული გენანება? ნუ კაი, რამდენი? 50. რა 50? თეთრი? რა თეთრი, ლარი. 10 ლარი გეკო. კარგი. თქვენ კაცმა რომ გითხოთ, ფული არავის არ აქვს. კონიაკს კარგად ყიდულობთ, სახლებსაც თქვენ იშენებთ. ეს მე ვიკითხო, თორემ თქვენ ყველას ყველაფერი გაქვთ. ხალების თქვენ გესევთ. მოხდა რამე? არაფერი, უბილეთოების შემოსახლება უნდა. მერე შენ რა უთხარ? მე ვთხარი საგადასახადოში მუშაობ და უკანონობას ვერ ვიტანმეთქი. მართლა იქ მუშაობ? არა. ჩემი სახელოსნო მაქვს და რკინისავერს ვამზადებ. შენიერი სამუშაო ქონია. აბა ერთ ხელები მაჩვენე. მამოწმებთ მართალს ვამბობ თუ არა? არა, უბრალოდ რკინაზე მომუშავე ადამიანის ხელები მაინტერესებს. არაფერი განსაკუთრებული. ხომ არ გეძინებათ? არა. თქვენ? არც მე. ერთის ხომ არ დაგველია. დავლეოთ.
რამ ხრიანცელის მოსმენა აღარ შეგვიძლია. აბა ახლა თქვენ თქვით. რას გაუმარჯოს? თბილის. სადაც ჩავალთ და დაგხვდება ეს მომაბეზრებელი ერთფეროვნება. კარგია, მაგრამ სევდიანია. რა პროფესიის ხართ? ოღონდ არ მითხრათ ქირურგია. რატომ მაინც და მაინც ქირურგი? არ მიყვარს ქირურგები, არც იურისტები. განსაკუთრებით ამ პროფესიის ქალები. იურისტი რომ ვიყო? არა. არა, მე ადამიანის ცნობა არ მეშლება. მაშინ ასეთ სევდიან და ფილოსოფიურ საფუძველს ვერ დალევდით. თქვენ ერთ საქმიანი ქალები გეყარებით. არა, არ მიყვარს. და რატო? რა ვიცი, რაღაცნაირად მგონია თავიანთ სახეს კარგავთ. ნაკვთები უმკაცრდებათ, მზერა. მართალი ხარ. საერთოდ ყველა ადამიანს ეთყობა სახეზე. პროფესიული ანაბეჭდი. ის რითაც დაკავებული ხარ, კლავს დოებს. ხოდა მე ეს ანაბეჭდები არ მიყვარს. დღეს სკოლაში პირველი გაკვეთილი გიწევ. ადიქი ხა. ესე ვარ დაიწყო ფარტყა ფუტყი მე შენც გაიგვიძებს არ. მაშინ წავიდა ეზოში ვიბოდიანი. ეზოს გაჩვენებ მე შენ ადიქი ხა ჩქარა. რომელი საათია რა მაგაგდოდ ესე დილაუთენია დედაშვილი? ვახტებ ადგები? აი ხა როდემდე უნდა ეთქი ხშია. კვერცხ შეგიწვავ. ჩაისაც დაგისხა. მე გაინძერი დროზე. შენ სკოლაში არ მიდიხარ? პირველი გაკვეთილი მისდება. ისე ხო გისკდება თავისუფლად, ხო გაკვეთილებიც აღარია. რა შეემბალია, მასწავლებლმა თქვა არ მოხვდება.
შია. დაგიმართა ბავშვი არ დავუსხა. ბავშვს არ ეჩქარება, ხო ხედავ, გაყოთილი უცდება. მიდი შაქარი ჩაიყარე. ისედაც ხო უსყდება დავიცოდნით, ეხლა გაყოთილებზეც აღარ იარეს. მე კიდე დაეთრევია, დილიდან რომელი ფერის პომადაც აისო აღარ იცი. თუ გონია რომ გიხდება ძალიან ცდები. გაგულაო, მარძილის ბოზილი. რა გინდა ქუჩაში ხო არ გავდივარ ასე? ეხლა ეგ გამაგლია ქუჩაშიც გახვიდე. რას მიგეთებდი გუშინ მთელი დღე ერთი სადილი ვერ გააკეთე. ერბუკვეც კი რა ცუდია საუზმისთვის. სადილის გაკეთებას ეხლა დავიწყებ. გუშინ დილითაც ამას ამოდგე, გააკეთე რამე. უხრებ ჩაის. ჩუმადალი ხო იცინია რომ იმეშლება. აბა ხელი როა. დააცადე და გაცივდება. ერთურა დააშოვე ეს. ერთად წუც კიდე დავიძინეთ. ხა არატეხა შენს ფართოფურთხი და არ გამაღვიძო. ნუ გასკდებოდი შუაღამემდე და არ იქნებოდი ეხლა ამ დღეში. რაც არ არის შენი საქმე ნუელები. დამთავრე ეხლა ჩაისა. რამდენჯერ უნდა გითხრა, როცა მძინავს ნუ თამაშობ მეთქი. რატო არ გესმის ჩემი? ხოდი. ეხლა იყავი ერთი გაკვეთილი და გაანებე რა ამბავს თავი რა ნუ ექცევი ესე ხო გთხოვე შენი საქმე არაა როგორც მინდა ისე მოვექცევი თქვენი ჭირიმით. გვერდით კუბეში ვარ, სიყვარულში კაი ამბავში. გადმოვცადეთ რა ძალიან ხო? არა, მაგას არ შეგვიძლია. არ გვინახეს, არ შეგვიძლია, შეგვიძლია. დაპაიჯებული ხართ, ესე იგი დაპაიჯებული ხართ. ძალიან გიხარ, გადმოვცადეთ რა. ვერ წამოვალთ, მადლობთ. კაცო, ერთი ჭიქა მაინც დაგვილია, მეგობარმა ცოლი მოიყვანა და ახალგაზრდები დალოცი, რა? არ გამოვა ეგ საქმე.
თქვენ მაინც გადმოგბრძანეთ ძალიან გთხოვთ რა. ძალიან სასიამოვნოა. ქორწილიდან რომ მოდიხართ, მაგრამ ვერ წამოვართ ბაბადიეთ. დაღლილები ვარ. ძმაო, მომისმინე. თქვენ ახლა წახვალთ და დაიძინებთ. ჩვენც დავიძინებთ. ეგრე ჯობია რა. მაინცა. შენ უმასწავლე მე როდის უნდა დავიძინო და როდის არ უნდა დავიძინო. როგორ მე უშენოდ გავარკვევ მაგ საქმეს. მე შენი ბავშვი კი არა ვარ. ძილის დრო. გარეთ გავა. სად გახვალ? არ გესმის რა ხდება? მე გინდა რომ გაშვება. დაიძინე. ირინე გძინავს. ძილინებისა. დამესხე.
ტელეფონს არ მიტოვებ? მე შენთვის არ მithქვამს, რომ გათხოვილი ვარ. არა. მაშინ ახლა გეუბნები. ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. არც ის მithქვამს, რამდენი წლისა ვარ. არა. მაშინ ახლა გეტყვი. არც ამას აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის აქვს. ჩემთან შედარებით ბავშვი ხარ. თუ ავეჯი დაგჭირდა, შეგიძლია შემიგვეთო. სიგიჟეა ეს ყველაფერი. ნუ გეშინია ხარისხის გარანტიას ბიძლები. ჯერ კლიენტი ისე არ გამიშვია. ირინა, ერთ რამეს გთხოვ. არინანი, ხო? ალბათო ირინა. ლადო, შენ აქ საიდან? ბანალებელი მაინც და მაინც მე-3 მილიონ დაქს დაუყენებიათ აქციით. წუხა მთელი ღამე გერეკავდით, მაგრამ მობილური რატომღაც გამორთული ქონდა. მე სახლში დავრეკა და ბავშვმა მითხრა დილით ჩამოდისო. მაგათ დაისვენეთ. კარგად. რა იყო მოხდა რამე? კი, პროლოგაა, საქმე ჩვენგან მოგწეს და მგონი ახლა მოგვიწევს წასვლა. ქიშმიშ აგნება. რა დროს ქიშმიშია ლადო? სად მოხდა პროლოგა? მალტაყვაში წუხელ დაახლოებით 8-დან 11-მდე. მაგრამ გამიხოლოდ ამ დილით აღმოუჩენიათ. ვინ არის კლარი? არიციან ზუსტად გოგოაო ახალგაზრდა დაახლოებით 20-25 წლის იქნება. ყელი აქვს გამოჩენილი. არა, ჯერ სახში უნდა მივიდე გამოვიცო. იქ გველოდებიან ქალბატონებია, წავიდეთ და დღეში დავბრუნდებით. ესეც დასვენება. ჩამოსვლა ვერ მოვასწარი. გამარჯობა გია. გამარჯობა. ჩამოსვლა ვერ მოვასწარი და დამხდა ამბები. არა, სახში უნდა მივიდე გამოვიცო. მაგარად სულ ამდეს. ამათ კიდე ვერ გავიგე დაეძინათ თუ რა ჭირთ. ტელეფონი არ მუშაობს. ხო. წავიდეთ მაშინ, ხო? ხა მოვიდეს კარზე ბრახო. აუ ტელეფონის ვიზამ ბრაკამა ძაღმა გადაღრმავ. უჭ, როგორ ახარ? რავი, მარა. კი, მაგრამ რომელი საათია მატრებელი ჩამოვიდა? ჩამოვიდა.
და რამე საფუჭებ? შენი საქმე არა. ის გიჩვენია წახვიდე და ჩაიცო, სტუმარს ვერ ხედავ არა? ვაი, შეღა ვაკლდიბე. შეშმეშ. привет. ბინა, ხოდა მაგ. აღარა გაქვს. ანგარაში მოხდი. ჩამოვიდა დედა. ჩამოვიდა, მაგრამ დღეს უკან ვიყავ. აუ. რა? მოიპარე და ბამპერი შეგიხუნა. მე არ დამაბრალო. შენ ვინ გაბრალებს? მე რა იყო? ვერ მოიცადე ცოტა ხანს რომ არ გეთქვა. ჩამშვიდო. გული დააღწევს? შენ დააღწევ. დამარხეს, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. პროცილზე მოდიო. აი ნერვიულო ჩამოვარდნეს გავაკეთებ. მალე ჩამოყვა. რას უნდა დაუბრუნდეთ წესი? გასაღებ. მამა შენი სად არის? ძინა ბიჭო. ხოდა მოელაპარაკე. თუ ჩამოვალ, გაკეთებული დამხვდეს. გასაგებია? მოველაპარაკე, მაგრამ მამამ ფული არ მომცა. არ მაინტერესებს. და როგორ ხარ? არა მიშავს. ეგუშ. ტანია მარიას უთხარი. ჩემ ჩანთაში რო თეთრეულია გარეცხოს. აჰა. არ დაგავიწყდეს.
ლაძო რა ხდება მეტი სამსახურში? არაფერი. არა იყო რაღაც ჩვენი საქმეები, მაგრამ მე არ გირეკავდი. დაისვენოს თქოები. ეს კვლევა საიდან გამოწორა ახლა? აკამდეც იყო ერთი. 5 დღის წინ ბიჭმა მამა მოკლა. თავის ახლად მოყვანის საყვარელთან შეუსწრო. სად თბილისში? კვლევა კი თბილისში მოხდა, მაგრამ თვითონ რაიონიდან არიან. ქართლიდან რაღაც სოფლის სახელი ამავეცდა. მე საქმე თქვენთვის უნდა გადმოეცათ, მაგრამ კიდე კარგი არაბულს მისცეს. მე რაქნა არაბულმა. გამოიწია მკვლელობა. გამოიწია ის რომ ამ კაცს, ანუ მკვლელის მამას და ამ რძალს ერთმანეთთან ადრეს ჰქონიათ ურთიერთობა. ეს გოგო იყო 17-18 წლის, როცა ამ კაცმა გააუპატიურა და შემდეგ საყვარელად დაიჯინა. ბიჭი სად იყო ამ დროს? ციხეში. რამოდენიმე მელკი ქურდობაზე და სედიზეთ. აბა. მე რო გამოვიდა, მამამ ცოლად მოაყვანინა. თავის საყვარელი. აბა ბიჭო. ანძერა. ჯერ სადახარ. ქორწილამდე 2 კვირით ადრე თბილისში ჩამოუყვანია. ვითომ ტანსაცმელი უნდა უყიდო. მოკეთ როგორც ხდება ხოლმე რა. აუღიათ ნომერი სადღაც სასტუმროში სადგურთან და შესახლებულან. ამ სასტუმროში თურმე მაგაც სოფლელი გოგო მუშაობდა. მოკეთ რომ დაინახა ამ გოგო მესენი ერთად დარეკა თავის სახლში სოფელში და დედამის უთხრა. ესეა და ესეო. ეთქობა სოფელში მაინც იცოდნენ რაღაც. იცოდნენ, აბა რა. მაგაც საქმე დაიმალება თანაც სოფელში. ამ ქალს ამ ამლაგებლის დედას ამ ბიჭის მეგობრისთვის უთქავს. მეგობრმაც მაგაც ვეღარ დაუმალა და გაუმხილა ყველაფერი. მოკლედ ჩამოვარდა ეს ჩვენი სიძე. მოვარდა სასტუმროში. თან ზუსტად მაშინ არ მომადგა, როცა ერთთან ბავშვი იყვნენ და მაგათი ხმა გარეთ გამოდიოდა. შეამტრია კარი და აფექტში მოკლა. გოგოსთვის ხელი არ უხლია. სუდად ხომ არა ხართ? არა, უბრალოდ უძილო ვარ ცოტა. კიშმიში არ გერბავთ? შენ თვითონ აღარ ქონია. ბარდაჩოკი სავსე აქვს. მოდით მე წინ გადავალ, თქვენ მოისვენეთ. მიდი მიაწექი რა. დადო, ცუდი გზაა ძალიან. ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან რა ხდება და ეს გოგო დამსვენებლებს დაუნახავთ რამოდენიმე საათით ადრე ვიღაც ბიჭთან ერთად პლაჟზე. შხუბობდნენ როგორც ამბობენ. გოგო დამსვენებელი იყო? არ ვიცით ჯერ. ბიჭი? პოლიცია დაგვახვედრებს ალბათ იქაური რაღაც ინფორმაციაზე. გამი უკვე პროექტურაში გადაუყვანიათ და ჩვენს ექსპერტ კრიმინალის წელდებიან. სადაა ექსპერტი მე? იგი იქნება უკვე. წყუღელ წავიდა. ცოლშვილი იქ ამყავს და ბარემ ჩამოვიყვანა. ვინ წავიდა? კობახიძე. კობახიძის გაგზავნა შეიძლებოდა? ხო იცი რა ლოთიცაა. შეიძლება ვერც ჩააღწიოს. რა ვიცი ესე გადაწყვიტეს და. როგორი ამინდი იყო ბათუმში? 3 დღე წვიმდა, მერე გამოიდარა. დამსვენებლები იყვნენ? არა, მაგიტომაც იყო კარგი. ზაფხულში აბამაც საშინელებაა. გონიოც როგორ გაბანცდა. არა და 1-2 წლის წინ შვენიერი იყო. თუ დაღლილი ხალხ, გაბატონო ირინა, შეგიძლიათ უკანას გამზე გადავბრძანდეთ. იქ პატარა ბალიშიც არის და თავს უკეთ იგრძნობთ. ხო, ეს ჩერნია.
გამარჯობათ. ვერ დაგახვედრეთ, კარგი ამიდი ქალბატონოერია. ბატონი ლადო. ჩვენი მუშაკი. ბატონი ზვიადი ფოთის პროკურორი. ბატონი ონისე, ჩვენი განყოფილების უფროსი. კაბინეტში შევიდეთ. მოგდანდით. ქალბატონოერია, თქვენზე მითხრეს დასასვენებლადაა სასულიერო. ჩამოვედი. დამხდა სამბები. როგორ არის საქმე? არის რამე ახალი ცნობები? ჯერჯერობით იმის მეტი არაფერი, რაც უკვე გადმოგეცით. თქვამი პროდუქტურაშია. ჩვენ მეექსპორტმაც დაათვალიერა უკვე. როგორ არის მობილი? ელი აქვს ამაჯრული. ყავას ხომ არ მეერთმევთ. აი, მე მგონი ჯობს ჯერ მივიდეთ ადგილზე დავათვალიეროთ და ყავა მე დავიდეთ, არა? სად ვხდამ კვლევა? აქვე ქალაქიდან ცოტა მოშორებით ზღვის პირას. სისხლის მოლე კიდევ ატყვია. ყველაფერი დაათვალიერეთ, ხო? სამხილე არაფერი არ აქვს. რა ახალგაზრდა? გამარჯობათ. მაპატიეთ რომ დავიგვიანე. ყობახიძე, სად იყავი აქამდე? გუშინაც წამოხვედი? ჩემებიც აქ ისვენებენ და შეუვარე. თან დავლიე ცოტა. აბა ამისთან ანგელოზივით ბაღანა როგორ გინდა გასინჯო? აუ ეს რა არის, ა? ვინ ნაძირალამ გაიმეტას? ისმენ გამარჯობა. სადმე ვიყო? მალთაყვაში. შენ თუ არ გამომგზავნე? როგორ ხასიათზე უნდა ვიყო? სამსახურში ვერ შემოვიარე, არ მეცალა. როგორ ხასიათზე უნდა ვიყო? 2 დღეა გზაში ვარ. დავიღალე ძა. რო ჩამოვა ყველაფერს მოგიყვები. კარგი.
შევადგინეთ. ახლა მოკლულის ვინაობა დასაწყინე. გაუპატიურება? კი, ძალადობის ნიშნებით. გამოდის რომ იცნობდნენ ერთმანეთს, რადგან რამდენიმე მოწმე თქვა კარგ ახალს ლაპარაკობდნენო. მე რა გაუპატიურა და მოკლა? რაში დასჭირდა? მაგათ კონტაქტი მანამდეც ექნებოდათ. რაში დასჭირდა გაუპატიურება? ან ძველი წყენა, ან ღალატი. რა, მოწმეები რას ამბობენ? მეც არაფერს, მკვლელი ახლოდან არავის უნახავს. ისევ იმას ამბობენ, რომ მაგარი ჩხუბი ჰქონდათ. ბიჭის მონაცემები გვაქვს? აღალი ახალგაზრდა ბიჭი იყო. ხომ არავის დაუნახავს, ან ეჭირაებოდა, ან ურტყამდა. არა. გადასარევი მონაცემები გვაქვს. კარგით, მაშინ გადავასვენებ თბილისში და იქნებ ექსპერტმა გვიჩვენოს. გაგვეთავ რამე. წამოვძანდით ვისადილო და დანარჩენი იქ ვილაპარაკოთ, აი, ამინიც გამოვიდა. ამიჯოა. ეს არის საქმიანი საუბარი. შესანიშნავი დადადება, ბატონო, უკაცრავად თქვენი სახელი დამარცხდა. ზვიადი. ობახიძე, შენ არ გეყო? ურმარილიდან არ მოდიხარ? ურმარილი არასოდეს არ არის სამყოფი ქალბატონო ირინა. მithumetes ჩემი პროფესიის ადამიანისათვის. კარგით, წავიდეთ. თუღუნთ ლადო დღეს უნდა დავბრუნდეთ. დიახ. შენ არ გინდა არა? შალვა, შენ თვითონ იცი რაც უნდა გააკეთო. აბარა ბატონო. ახლა ვიქნებ. ბატონო ზუიათ, წელს ბევრი შემთხვევა ჰქონდათ? შემთხვევებს რა გამოლის ქალბატონო ირინა? ორი ადამიანი ზღვაში დაგვეხჭა. ორთავე ნასვამები იყვნენ. დაახლოებით 40 წლამდე ბიჭები. 6 ქურდობის შემთხვევა იყო. და აგერ ახლა ერთი მკვლელობაც. ფიძვახა. თევზი თუ გაქვთ, კეფალი მოიტანა. სხვა თევზს მიარჩი. კი ბატონო, თევზიც იქნება და ყველაფერი. საგაშენა. ისე თუ იციან უცხოელებმა ჩვენი თევზის გემო, ხა? ნამდვილად არიციან, თორემ აქამდე კატალინი იქნება. მაგაც ზამია პალიასტომიანად თუ გაიტანენ, თორემ მარტო ქვირითის გატანა არაფერს უშველის. რატომ პალიასტომიანი? პალიასტომის კეფასო და სხვა გემო აქვს. არ თქვა მაგიასაც, ბატონო, უკაცრავად თქვენი სახელი დამავიწყე. რა ყველა სახელი გავიწლება კობახიძე. რა ვქნა, პროფესია მაქვს ასეთი. ონისე ბატონო. ხოდა მაგას გეუბნეოდი ჩემონის. არ თქვა მაგიასაც, თორემ მოკიდებენ აპალიასტომსაც ხელს. ჩაასხანენ ცისტერნებში. კი გავცადური აგერ პურის ძირში და გაუყენებენ კუდიგორის გზას. რას არის ეს კაცი? აკის საბიტის მამა. თქვენ ეთყობა გურმანი ხართ. გურმანი კი არა, ეგრეთი. გაიყოს კიდეც რასაც ეს უძლებს მაო. აგაც ეს ვისაკ. აბა თქვენი ყავით ჩემს მდგომარეობაში. ტრები რომ დაგიწყებენ ლაპარაკს, როგორ ბუნებაზე დადგენ. კობახიძე დაიწყეს ზღაპრების მოყოლა. თქვენ ზღაპარი ეძახით. მე კი ხორობ ამ ზღაპრებში თუ კოშმარებში. და ერთ დღე არ უნახივარ გზელი ჩემს. და რაო, მაინც რას გეუბნები? საქმეც მაგაშია რომ არაფერი არ უნდა. ცოცხლებს რომ ჯობია ყველა მკვდარი, ის კი დავადგინე ამ ხნის განმავლობაში. კობახიძე, პათანატომიის გარეშეც ყველამ კარგად ვიცი. რამდენი კვლელობის საქმე შესულა ჩიხში. და რამდენჯერ უთქვამს, ჩემთვის გვამს, იტიც არის მკვდარი. როგორ გეუბნებიან, ბატონო ვახტანგ? ჩევლერლივად. ამაშინად 40 წლამდე მამაკაცის გვამს ვახვალიერებ. მითხრეს დიდმა მანქანამ გადაუარაო შუაღამის. უყურებ ამ კაცის გვამს და რაღაც ხმა მეუბნება. არ გადაულია მანქანას შემხედე ხელებზე. დავაკვირდი ის ხელობდა
ხედავ თითები მართლა გამტრეულია. მაგრამ რაღაც სხვანაირია. მანქანის გადაბირს არ გავს. დამხერხეს, მეუბნება მიცვალებული, დამხერხეს. მართლა ასე გეუბნებოდა? კობახიძე, ნასვამი იქნებოდი ალბათ. ასვამი როგორ არ ვიქნებოდი? უკითხავ, დარსისი არ ვეკარები. ხოდა შენ თავს ელაპარაკებოდი ალბათ. რა უწმუნოთო მახარ ქალბატონო ირინე. რა თუნდა მაგას ურწმუნოება? შენი პროფესიული ვალი იყო? გვამისთვის თითები გაგესინჯა. მაინდა-მაინც ყველაფერი მიცვალებულმა უნდა გიგარნახოს? მე რა აღმოჩინეთ ხელის თითებს? რადა? გადახერხილი ქონდა. თან მანამდე გადაუხერხიათ, სანამ მანქანის ქვეშ იავდეთ. ხო, მახსოვს მე ისტორია. ქმარმა ცოლის საყვარელი მოკლა თუ რაღაც ამდაგვარი ამბავი იყო რა? მართალია. ბოზები დაღუპავენ ქვეყანას ჩემოონისე, ბოზები. ხომ ხედავ რამდენი ხალხი იღუპება მაგათი გულისთვის. ხო და იმ ხალმა გაისტუმრა ქმარი რეისში და მოიყვანა ის ახალგაზრდა ბიჭი სახლში. ქმარი კიდევ მობრუნდა და მანქანას რომ აყენებდა ეზოში, ის ბიჭი აივნიდან გადმოხდა. ქმარმა დაიჭირა საწყალი ბიჭი და სულ ნაწილ-ნაწილ დახერხა. მერე ტრასაზე გაიტანა. ერთი სიტყვით პროჟექტურაში რომ მოიტანეს, სულ ნაწილ-ნაწილ შევქერე. კობახიძე, ყველაფერი მკვდარმა კი ამბო? თუ გამოძიებამ დაადგინა. მკვდარმა მიამბო. დარჩენილ ვართ ამ მთელი სისტემა შენი მეწოდება? ამ გოგომ გითხრათ რამე, ახლა რომ დაათვალიერეთ. მითხრა. რაო თუ საიდუმლო არის? მაგას დასკვნაში ჩავწე. სანამ ჩაწერდი იქნებ დაგვაკვალიანო. სიყვარულისთვის ვარ მკვდარიო. კობახიძე, ასე თუ გააგრძელე, შენ მალე სონეტებსაც დაწერ. ჩამოასწრე ერთი ჭიქაღვინო, თუმა ხარ, თორე მღაშრა ხერი. ცოტას გავივლე, თორე კობახიძეს თუ უსმინე შეიძლება გაგვიშტე. ავეჯი შეკვეთან მინდა ვერცე. ალო? ალო? მესმის ნუყვირი ხარ, უბრალოდ შენ ზარს დილიდან ველოდები. დიდხანს მელოდინებთ კალბატონო ირინა. საიდან ესეთი თვით დაჯერებულობა? პატარა ბიჭი კი გონი ვართ კალბატონო ირინა, მაგრამ ინტუიცია მაქვს დიდი. საოცარია. საოცარი ის არის დილით რომ დამირეკე და გამიტიში. საიდან იცი რომ მე ვიყავი? მენატრები როდის გნახო.
სახლში. სკოლაში წასვლის დრო. ზეხვი და პური. შესვენებაზე შეჭამე. ოღონდ შენ შეჭამე. მე არ მითხრა ისე კოტემ წამოთვალ. ლიფტში არ ჩაჯდე. ფეხით ჩადე.
იქნება. ეძებ ვინმეს? კი. შენ. ჩემთან ავიდეთ. აქვე მოვათავოთ. ვერ მიცანით ბატონო ვახტანგ. ვინ ახარ ბიჭო? გახსოვთ? ადრე სკოლიდან მიმავალ ბიჭს. ქუჩაში რომ დავხვდით და საჩუქრებს შევირთით. მერე სახლში აიყვანეთ. ხელები დამეხსენი პირველად ხედავ. მერე იმ ბიჭს ჯიბის დანა და სამართებელი აჩუქეთ. შემეშვი, ბიჭო, შემეშვი! ბიჭო, შემეშვი! გახსოვთ? აი ბატონო ვახტანგ, როგორ გამომადგა თქვენი ნაჩუქარი სამართებელი. ახლაც ვინახა. ნიგავარი. აბოლო დროს სულ ეს საშინელი სიზმრები მესიზმრება. ნეტარას უნდა ნიშნავდეს. კურატება რეაქციო. იქ სარეცხი დავამატე აბაზანაში. დღეში გაჭუჭყიანებულა. ისიც მე არ ეცხე რა. და თუ სარაფერი არ აქვს? გასარეცხი. არ ვიცი. თუ ეკდებოდა იცი სადაც უნდა დადოს. საბაზანოში არ დევს? არა. მაშინ არ ქონია. ჩვენ ჩემზე ლაპარაკო? დათო, გასარეცხი არაფერი არა გაქვს? სანამ თქვენ მოიფიქრებთ, 3 დღის წინ მე ყველაფერი ჩავყარე, სადაც მანქანაში და დედა რა მიხვედრილი ხარ? მე რა ვქნა? როცა ჩემი ცოლი არ ფიქრობს, იძულებული ვარ ყველაფერი მე თვითონ გავაკეთო. როდის აქეთ გავხდი შენი ცოლი? დანი მარია. ხარი ამ ქალბატონს რომ თუ ერთ ოთახში არ გძინავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ცოლი არ არის. Ну, карги, хватит. Каждый раз одно и то же. Таня Мария. Дорогой Ратарашика. Авы, Иван, рамшия. Раз маჭმევთ. რასაც ყოველდღიურად ჯამხოლმე, პური, კარაქი ყველი. თუ გინდა სოსისებია და მოგიხარშავ. აგერ წეხვი. ხო იცი რომ დილით ხოლმე ვიჯამ. თაფლი არის? და გემართა ლაშიკო მაცივარი გააღე და ნახე. და გააღე მაცივარი და ნახე, მართლა რა მოგივიდა. დედა შენ ისია დაღლილი ხალხს ვერ აწევს. თან ახალი ჩამოსულია კურორტიდან. Ой, совсем забыла. Рогор даисвена, чем укарго. კარგად დანჩკა. ლაშიკო დროზე შეჯამე და ძაღლი გაიყვანე. მე კამ გაიყვანე. ეკას ლექციები აქვს, შენ მეორე ცვლაში ხარ. ეგრეა რა.
ჯერ მოიკლავ, თავს ზაღლი გვინდა. მე გასეირნებაც გეზარება. რა ღირსები ხარ თქვენ მაგნაირი ჯიშის? შენ სამსახურში არ გაგვიანდება? ო, მძღოლი და წავა, აი. ამ დროზე წადი, ან ჭკუის სწავლებას თავი დაანებე. რა არის რა? ასე დილიდან პანიკის აწევა, კარგით რა. პრაბლემაა. დედა თქვენი არ არის ხასიათზე და საერთოდ ამბობენ რომ რაღაც თვალში არ მოუდივარ. და არც აქამდე მოვიდიოდი მაინც და მაინც. რა გვაქვს საჭმელი? რაც აქამდე ქონდა. რა იყო რამ გადაგრიათ ამ დილადრია? შიავა. ადარ ჩემი დეინს რა. საბაგეგულე. რა, молодец. ხლებ მასლომ ნამაზეთ? მე, რაღაც ამბობ რომ შემწუდა რა. ჩაისწავლე გამიგარი. რას ნიშნავს შეგძულდა? აქამდე გიყვარა და ესე უცებ შეგძულდა? რა. მე მგონი, შენთვის ეგ თემა ყველაზე გასაგები უნდა იყოს. რა თემა? შეძულების. ზოგს საჭმელის ზულს, ზოგს ადამიანები. ადამიანები არა. ადამიანი. ერთი. და შეც კარგად იცივი. მოკლედ ერთ წამს არ ტოვებ რა რო არ შემამკო. საერთოდ უპრიანია შენი სამსახურში წაბრძანება, რადგან შენი ჭკუა და გონება ყოველ წამიერად აკლდება სამშობლოს. საიდან მოგაგდე სიტყვების ახსი? რა არის ეს უპრიანია? მთელი პარლამენტი უპრიანს ხმარობს. საერთოდ იყო ძველად ეს სიტყვა ქართულში, ა? სკოლა რომ ქართულად აგემთავრებინა გეწოდინებოდა. შენ გავიწყდება რომ ყველა ენისა და საგნის პროფესორთან გაქვს საქმე. სულ კარლსონივით რატომ ლაპარაკობ? ეკუშა, შენ ლინდგრენის ღაბრებს წარიწყდი გავს? არა მარტო. წავედი სამსახურში ამდენ სატან აღარ შემიძლია. ასია ქალბატონო ეკა. დედა თქვენი მარტო სამსახურში ისვენებს. ქურდების, ყაჩაღების, მძარცველების და კორუმპირებული პროკურორების გარემოცვაში. მისთვის უცხოა არა მისაღები, არა ჯანსაღი და არა დამაკმაყოფილებელი ჩვენ საზოგადოება. შენ ელაპარაკები სიჯანსაღენზე? რა ვქნა, გავიდე თუ მასლით ჩაის დალევას? შენ ნათესავი მომდის. ინგა. დაგიწყება ხა დილიდან. ფულის თხოვნელების, სესხებები, ჭორები, გულში ჩახუტებები, ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიყვარულო. კიდევ რას გეძახია ეს? ხო, ვარსკვლავ ბიჭუნას. რა შეერჩი ადამიანს? სხვადასხვა მშვენიერი მოფერება იცის. მოგწონს არა ესეთი მოფერება? რატომაც არა? ფსიქოლოგთან მყავ დასაყვანი. შენი ქვეცნობიერება გაძეწკილია ბავშვობის კომპლექსებით. შევთხოვდი, დედა ხო არ მოგენათ რა. თუ შეიძლება ჩემს ნათესავებზე ცოტა წესიერად ილაპარაკო. შენს ნათესავებს შენ მოსიარულე დოლარის ბანკნოტი გონიხარ. Привет, Таня Мария. Доброе утро. გამარჯობა ძვირფასებო. როგორ ახარ ჩემო კარგო? ჩემო ვარსკვლავ ბიჭუნა. ვინმე ხომ არ გაბრაზებს ამ სახლში? მითხარი და ჩემთან ეკნებათ საქმე. დათო. დამიგდე ყური. მე და ჩემმა ქმარმა ბიზნესი წამოვიწყეთ. ბიზნეს გეგმა გვაქვს. შენ მხოლოდ ფული უნდა ჩადო. 3 თვეში გაგისტუმრებთ. სხვათა შორის თუ საქმე კარგად წავიდა $2000 დატოვებს. შენ მთლიან წილში ხარ. როგორია? წამოდი. კაბინეტში ვილაპარაკო. დათო, შოფერი მოვიდა. მოიცდის. რა იყო ტანია მარია? შენც ერთი სული გაქვს სახლიდან როდის წავალდა? Что с тобой, Дату? Ты прямо как маленький, честное слово. Рама увида.
Мне ровно какой-то стал. შენ რა დღეს გაიცანი? არ იცი რა ნაგავიც არის. ლაშიკო მინგა დღეს. აქ ნახოს გაგიშტება. ხოცი ვერ იტანს. ბატონო. რა? რა უნდა მოხდარიყო კიდევ ერთი მკვლელობა. Господи. მოკლედ ტანია მარია. სადილით მოასწარი ხო კაი თუ არა და ხვალაც მოდი რა გეხვიწყე. არა, ხვალ ოფისებში ვარ. Послезавтра могу. გამარჯობა. გამარჯობა. და დამაგვიანდა. არა უშავს. ინსპექტორებმა გამაგიჟეს რა. მე მანქანაზე რატომ არ გიყენიათ სამსახურის ნომრები? ჩემშვის უტყდება ბატონო. პოლიციის ნომრებით სიარული. რა ხდება? რა ვიცი აბა. ხელი აქვს გამოჭრილი. გამარჯობათ. ჯერ ექსპერტის დასკვნამდე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გონი ესეც სამართებელია. და რაც თავარია, სისხლი აქვს მის მული ტუჩებზე. აი როგორც იმ გოგოს პალტაყვაში ისე. კვლელი აშკარად რაღაც ნიშანს ტოვებს. როდის მოხდა? წუხელ დაახლოებით 2-ისთვის. რა გიშტება კაცი? ეს კვლელი რა ჩემი მარშრუტით დადის? რა ვიცი. ვინ ნახა? ბუშტების გამყიდველმა ხალმა. ამ გზით მოვდივარ ხოლმე სამსახურშიო და რა სამსახურშია? ქუჩაში ბუშტებს ხიდის. მანქანით ხარ? კი. მაშინ ტერში მოვდი. თუ ბატონო. მართლა ვინ გაკვეთავს? ისე გობახიძე? ალბათ. აბა გაგვაპროებს ახალის გაბრებით. ნუ კარგი წავა. კარგი. ქალბატონი თქვენი საყვარელი მარგოლი. მადლობთ. მე ავალ. თამარი დავამბე. კარგი. განჭერდა. ვითომ სერიული მკვლელია? ჯერ მაგის თქმა ძნელია, მაგრამ რაღაც ეგეთი სუნი უდის. სხვერპლის ვინაობა დაადგინეთ. ვახტანგ თავაძე 54 წლის მარტო ცხოვრობს. კანდელაკის 45-ში. საბუთები თან ქონდა? კი, ფულიც და ყველაფერიც თან აქვს. ესე იგი ძარცვა არა. რა უნდა და შუაღამისას იმ ტერიტორიაზე? ვითომ რა მთვალი ბრუნდებოდა სახლში? არა მგონია. ხო იცით მან რა კატეგორიაც იკრიბება? თუ სისხლში ალკოჰოლი არ აღმოაჩნდა, მაშინ ჰომოსექსუალი ყოფილა და ვინმეს მოხსნა უნდოდა.